I'm going to talk to you about dealing with reality and overcome the past. მე მინდა რომ დღეს დილით გესაუბროთ როგორ უნდა გავუმკლავდე რეალობას დღევანდელ დღეს და როგორ უნდა ძლიერო წარსული ცხოვრება. I came with a word called dysfunctional. მე დისფუნქციური ოჯახიდან ვარ. And I tell you one thing, some way, somehow, in all our life, in all our background, or maybe the past of family, we have dealt with dysfunctional situations. და ნიშნულობა არ აქვს ვინ ხარ წარსულში, შენს ოჯახში, გარემოებებში, ყველას გვიწევს რომ საქმე ვიქონიოთ რაღაც გვარ დისფუნქციასთან. And there's dysfunctional in every family. და დისფუნქცია არის ყველა ოჯახში. There's not a perfect family. არ არსებობს სრულყოფილი ოჯახი. There's not a perfect church. არ არსებობს სრულყოფილი ეკლესია. Stop it. გაჩერდით. Start looking for the perfect church. ნუ ეძებ სრულყოფილ ეკლესიას. The only one that is perfect is Jesus Christ. ერთადერთი სრულყოფილი არის იესო ქრისტე. And we have to know that we got to respect and understand that we have sometimes problems of hang-ups in our life. და ჩვენც უნდა შევხედოთ ამას თვალებში და უნდა ვაღიაროთ ის რომ ჩვენ ცხოვრებაშიც გვაქვს რაღაც გვარი წაქცევები. In this thing, when you talk about dysfunctional means something is wrong, something is not working. დისფუნქციას როდესაც ვახსენე მე ვგულისხმობ იმას რომ რაღაც ვერ არის სწორად მართებულად, რაღაც ვერ არის კარგად. That's what dysfunctional is all about. აი დისფუნქცია ამას ნიშნავს. But there's a story that I really love very much. მაგრამ არის ერთი ისტორია რომელიც მე ძალიან მომწონს. And I want to bring it up today. და მე მინდა რომ დღეს აი ამ ისტორიაზე ვილაპარაკო. When I read it, I can identify with this person. იმიტომ რომ ამ ისტორიას რო ვკითხულობ, ჩემ თავს ვაიგივებ ხოლმე ამ ადამიანთან. It is not in the New Testament. და ეს ისტორია ახალ აღთქმაში არ This არის. story is in the Old Testament. ეს ისტორია არის ძველ აღთქმაში. This story had to deal with a young kid, with a young guy. და აქ ლაპარაკია ახალგაზრდა ადამიანზე. He had to deal with his life, და მის ცხოვრებაზე, with his background. მის გარემოებაზე. And it's so fascinating და ძალიან გასაოცარია. because it opened our mind და ამას შეუძლია გონება for the გაგვიხსნას. family, რომ ჩვენი ოჯახში for the young people, for ახალგაზრდებისთვის, children, ბავშვებისთვის, because this can happen. იმიტომ რომ ეს შეიძლება მოხდეს. And this story started in the book of Judges. და The ეს book of ისტორია Judges. დაიწყო საჯულთა წიგნში. And he has a name. და ამ კაცს სახელიც კი აქვს. In Judges chapter 11, საჯულთა წიგნის მე-11 თავში. you're going to find a guy by the name of Jephthah აქ არის კაცი, რომელსაც იფთახი ქვია. that come from the most dysfunctional background but became a national hero. და ეს კაცი მოდიოდა ისეთი ოჯახის თავმავალი იყო, რომელიც დისფუნქციური იყო, მაგრამ ეს კაცი გახდა მთელ ერში გმირად იქცა. Jephthah is in the Bible, იფთახი ბიბლიაშია in the ჩაწერილი. Halls of Fame, და ის მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი გმირი. in Hebrew chapter 11 verse 32. და იფთახი მოხსენიებულია ებრაელთა 11 თავის 32 მუხლში. The chapter of all the heroes of და faith. ეს არის თქვენ იცით რომ ეს არის გმირების თავი. Not just from the Old Testament, not just from the New Testament. ეს არის ადამიანი მხოლოდ აი ძველი აღთქმიდან, ახალი აღთქმიდან. But today we have a lot of heroes of the faith. და შეიძლება ჩვენ არ ვთქვათ ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან, მაგრამ აქ არიან რწმენის გმირები ამ დარბაზში. This country have a lot of heroes. იცით ამ ქვეყანას ყავს You have მრავალი რწმენის overcome გმირი. the odds against you. და თქვენ ზლიეთ იმას, რაც თქვენს წინააღმდეგ გამოდიოდა. Nothing will have stopped you. ვერაფერმა ვერ გაგაჩერათ. You stayed strong. თქვენ ისევ ძლიერად You გახართ. fought for his right. თქვენ იბრძოლეთ იმისთვის, რაც And სამართლიანია. God bless you. და უფალმა გაკურთხათ You didn't კიდეც. mind to suffer. თქვენ არ You გაინტერესებათ didn't mind to ტანჯვა go to prison. და არ ფიქრობთ რომ We როგორ can გაუძლებთ ამ flashback. ყველაფერს. დიახ, ჩვენ უკან And we can ვიყურებით see grandpa or grandma or grand-grandma or grand-grandpa
და ჩვენ ხედავთ პაპებს, ბაბუებს, დიდ პაპას და დიდ ბებიებს. People that suffer, ადამიანები, რომლებსაც ტანჯვა გაიარეს. abuse, misuse, ადამიანები, რომლებსაც put in ტანჯავდნენ, prison. სუდად ექცეოდნენ, ციხეებში სწავდნენ. But here you're going to see something მაგრამ აქ ნახავთ რაღაცას, that this kid რომ აი ეს ახალგაზრდა კაცი, ახალგაზრდა ბიჭი, grew up and became a judge. ეს კაცი გაიზარდა და გახდა ერთ-ერთი მსაჯული. A judge of all Israel. და ეს იყო მსაჯული მთელი ისრაელისა. Let me talk about this guy. მოდით ვილაპარაკოთ ცოტაოდენი ამ კაცზე. Jephthah was a man of strength, character, and integrity. ეფთახი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ძალა, რომელსაც ჰქონდა ხასიათი და რომელიც იყო პატიოსანი ადამიანი. So I don't want to read everything in English and then translate in your language. მე არ მინდა რომ წავიკითხო ჯერ ინგლისურად, მერე ქართულად. Why don't you go ahead and do it? Jephthah 11:1-3. მოდი წავიკითხოთ საჯულების წიგნის მე-11 თავის 1-6 მუხლების ჩათვლით. იფთახ გილყადელი მამაცი კაცი იყო და იყო იგი ძე მეძავი ქალისა. გილყადმა შვა იფთახი და გილყადის ცოლმაც უშვა მას ძეები და დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი და მათ გააძევეს იფთახი და უთხრეს მას, შენ არ დაემკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ. და გაერიდა იფთახი თავის ძმებს და დამკვიდრდა ტობის ქვეყანაში და უღირსმა კაცებმა მოიყარეს თავი იფთახთან და წავიდნენ მასთან ერთად. გამოხდა ხანი და შეებრძოლდნენ ყამონის ძენ ისრაელს და როცა ყამონის ძეთ ომი გაუმართეს ისრაელიანებს, წავიდნენ გილყადის უხუცესები, რათა იფთახი მოეყვანა ტობის ქვეყნიდან და უთხრეს იფთახს, მოდი, გახდი ჩვენი მეთაური და შევებრძოლოთ ყამონის ძეთ. You know, this mighty man of God was a man of violence. He was a man of courage, but he had his obstacles. იცით, ეს კაცი იყო ძლიერი, მამაცი ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარეც. He came from an illegitimate background. ის არაკანონიერად დაიბადა. He was a son of a hooker, ის a იყო prostitute. მრუში ქალის შვილი. He was a boy that was one night stand. ის იყო შვილი, რომელიც ჩაისახა იმის გამო, რომ ვიღაცა კაცი შევიდა ქალთან ერთი ღამით. Some way his dad committed a mistake. სადღაცას შეცდომა დაუშვეს და შეცდომის შედეგად დაიბადა ეს კაცი. But he still recognized his son. მაგრამ ამ კაცმა მაინც აღიარა თავისი შვილი. When time came to the conclusion, his father died. მაგრამ გახდა დრო და მამა გარდაიცვალა. The father was teaching him all the principles, და მამა ასწავლიდა მას პრინციპებს. and perhaps he teaching the respect to our God and to relationship with God. ალბათ მამა იყო, რომელმაც ასწავლა, შვილო შენ პატივი უნდა მიაგო ღმერთს. But when less we suspected, იმიტომ რომ აი იქ სადაც არ ელოდები, something can change rapidly in our life. რაღაცა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ჩვენ ცხოვრებაში. Sometimes that laughter can be turned into pain. შეიძლება სიცილი ერთ დღეს ტკივილად შეგეცვალოს. Sometimes that joy rapidly can change into loneliness, შეიძლება სიხარული ერთ დღეს მარტოობით შეგეცვალოს. despair, განხიბლულობას, Depression. იმედგაცრუებას, depression, fear. დეპრესია, შიში. And this is very hard. და ეს ძალიან რთულია. And shame. და ამ ყველაფერს დამატებული სირცხვილი კიდევ. And what happened to Jephthah? ის რაც იფთახს დაემართა, That there was something unique about this kid. მაგრამ ამ ბავშვის ცხოვრებაში რაღაცა განსაკუთრებული რამ იყო. He didn't know it. He didn't know it. მან არ იცოდა ეს. But it was right there in his heart. მაგრამ მის გულში იყო ეს ყველაფერი. He was a leader. ის იყო ლიდერი, ხელმძღვანელი. And that was defined very specific. და ეს ძალიან თვალნათლივ იყო განსაზღვრული. And there was time in his life of lot of difficulty time. და იყო მის ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ძალიან რთული იყო მისთვის.
მდგომარეობა. He was not shackled by the past. მაგრამ ის არ იყო შებორკილი წარსულით. He had known failure, rejection, მან იცოდა რას ნიშნავდა დაცემა, უარყოფა. And for having everything taken away from him, და რას ნიშნავს რომ ყველაფერს რომ გართმევენ. He was touched by poverty. მას სიღარიბეც კი შეეხო. Then kick him out, his family. ისე რომ ძმებმა უთხრეს ვერ იცხოვრებო ჩვენთან სახლში და გააგდეს სახლიდან. Then told him literally, you don't belong here. იცით რა უთხრეს? შენ აქ არ უნდა იყო. His brothers and the stepmother kick him out. ძმებმა და დედი ნაცვალმა Get out of this house. გააგდეს სახლიდან. We don't want you. უთხრეს წადი აქედან. You don't belong here. შენი ადგილი არ არის აქ. You are not going to be a inheritance or you're going to possess anything that your father left. და შენ ვერ დაემკვიდრებო ვერაფერს რაც შენმა მამამ დატოვაო. You are nothing but a illegitimate child. შენ არაფერი ხარ სხვა გარდა უკანონო შვილისა. And to really put him down. და მართლაც რომ დაეცათ. You are a son of a prostitute. ესეც დაუმატეს და შეახსენეს კიდევ ერთხელ რომ რუში We don't want you in this house. ძეხარო და აქედან უნდა წახვიდე. Get out of our place. მოცილდი ჩვენი სახლიდან, წადი აქედან. Leave this home. დატოვე ეს სახლი. You don't belong here. შენი ადგილი არ არის აქ. Excuse my language. მაბათიეთ რომ ხშირად ვიმეორებ ამ რუშ და ასეთ სიტყვებს. For those who know English in this place. და ვინც ინგლისური იცით აქ. Well then told him. იცით რა უთხრეს? Plain English. აი ესე ინგლისურად თვალნათლი უთხრეს ასეთი ცუდი სიტყვები. You are a bastard. შენ ნაბოშარი ხარ. That's what you are. ნაბოშარი. წადი აქედან. He left his home with a broken heart. როდესაც წავიდა, გულგატეხილი წავიდა იფთახი. There's two words in life that to me they are too strong and I hate it. ორი სიტყვა არის ცხოვრებაში, რომელიც ძალიან ძლიერია და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. Because I went through that. იმიტომ რომ ეს ორი სიტყვა მე გავიარე. Guilt. ეს არის დანაშაული, shame. და სირცხვილი. For all the things that I had done wrong. როდესაც ფიქრობ იმაზე, რა გავიარე. I was mentally and emotionally completely gone. გონებრივად, ემოციურად ვიყავი ბოლომდე განადგურებული. And then he left. და ასე იყო, იფთახი წავიდა. And he began to hang around with the gang. და წავიდა და ბანდიტებთან დაიჭირა საქმე. A gang. ბანდიტებთან. He was young. ახალგაზრდა იყო. He began to hang around with the wrong people. და ბანდიტებთან დაიჭირა საქმე. And he learned how to fight, he learned how to steal, he learned many things. ისწავლა როგორ მოეპარა, როგორ ეჩხუბა, ისწავლა ბევრი რამ. So he had to survive. და მოუწია რომ ცხოვრებაში თვითგადარჩენისთვის ებრძოლა. You see, I was born in Puerto Rico. მე პორტო-რიკოში დავიბადე. I feel that I'm home. და რაღაც უკვე არ იყო წყობში. I feel that I am not in Finland or many places that people are white. და თავს ვერ გზნობდი ისე როგორც თეთრკანიანები გზნობდნენ ისე ვერ გზნობდი ხოლმე თავს კარგად რა. Look at you. აი შეხედე აქ რო ჩამოვედი აქ სახში ვიგზნიო თავიო რა იმიტომ რომ თქვენ ფერიც და სხვანაირი გაქვთ. You like my car. თქვენ ჩემნაირი ხალხი ხართო. Hey, you have lots of blood. ჩემნაირი სისხლი გაქვთო რა. Latino. ხო, აი გაქვთ ჩვენაირი წარმომავლობის ხალხი. ხო, ემოცია გაქვთ. Mamma mia. Jephthah was the opposite. იფთახი სხვაგვარი ადამიანი იყო.
Because we live today in a no-fault society. ჩვენ ცით როგორც საზოგადოებაში ვცხოვრობთ, არანაირი დანაშაული არ უნდა ჩაიგდეს. We have changed and turned every terminology away. ტერმინოლოგია დღევანდელ საზოგადოებაში სუმთლად შეიცვალა. To justify our actions. და ჩვენ ახლა ტერმინები შევსაბამეთ ჩვენს მოქმედებას. To justify our weakness. და ეს ტერმინები ისეთია, რომ ვამართლებთ ჩვენს აქციელს. There's a war in guilt. მაგრამ ამ კაცმა იცოდა რა იყო Blame your დანაშაული. circumstances on others. და ეს კაცი იყო განსხვავებულ მდგომარეობაში ვიდრე სხვები. And blame others for your და shortcomings. დღეს ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომ ყოველთვის სხვას უნდა დავაბრალოთ რაღაც. Not me, it's you. ჩემი ბრალი კი არა, შენი ბრალია. What about your husband and wife? Who you blame? აი ცოლ-ქმარი რო ჩხუბი რომ მოგდით, ვინ ვისაბრალებთ ხოლმეო? Not me. შენი ბრალია უყოლა. You are the one. ჩემი ბრალი როგორ And from there you have an argument. და აქედან იწყება ხოლმე ჩხუბი. It might be the most stupid argument that you can have, but there you have ხო an ესეთ როგორ argument. არის ხოლმე ჩხუბი იწყება სულ რაღაცა სულელური კამათის გამო. Guilt is a pollution and not იცით, productive. დანაშაული არის შედეგი და არა პროდუქტი ჩვენი ცხოვრებისა. Description of the word terminology. აი მე მინდა რომ განსაზღვრო ჩვენი Look the ტერმინოლოგია. way we have changed. აი ნახეთ როგორ შევიცვალეთ. Listen to what I'm going to say because you're going to relate. აი მე მინდა რომ მომისმინოთ, იმიტომ რომ დაუკავშირდებით This is ამას. a problem in the United States of America. აი ამერიკაში ეს პრობლემა ნამდვილად დგას. It seems that psychologists, psychiatrists, and professionals, ფსიქოლოგები და პროფესიონალები they try to make us believe the opposite. ისინი ცდილობენ რომ საპირისპირო რამ დაგვაჯერონ. I'm going to give you some point. და მე მინდა რომ რამოდენიმე რამ ჩამოგითვალოთ. Not a druggie or a drug addict ჩვენ აღარ ვამბობთ ხოლმე ნარკომანი or an alcoholic, ან აღარ ვამბობთ ლოთი სიტყვა. but a person who has problem with substance abuse. და ჩვენ ახლა შევარჩიეთ ახალი ტერმინოლოგია. ადამიანი, რომელსაც აქვს მიჯაჭვულობასთან პრობლემა. Okay? This one. Not a glutton, but a person with an eating disorder. ჩვენ მქონდა სიტყვა ბევრს რო ჭამს, რა ქვია ქართულად. ღორმუცელა, ხო? ღორმუცელას აღარ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ ადამიანი, რომელსაც საჭმელთან აქვს პრობლემა. Not a homosexual, ჩვენ აღარ ვამბობთ ჰომოსექსუალი. but sexual preference. ჩვენ ვამბობთ რომ არჩევანი აქვს ვისთან კონდეს ურთიერთობა. Not a sin, but a lack of all error. ჩვენ აღარ ვამბობთ სიტყვა ცოდვას, ვამბობთ შეცდომებს უშვებს. Do not assume responsibility because you are a product of your own და ამას circumstances. დამატებული ადამიანებს ასწავლიან რომ შენ დანაშაულზე პასუხისმგებელი არ ახარო, იმიტომ რომ შენ პროდუქტი ხარო შენი გარემოებების. There's no absolute. აღარ არსებობს specific. შავი და თეთრი. There's no absolute value, only relative value. აღარ არის აბსოლუტურად განსაზღვრული შავი და თეთრი, ყველაფერი არის აი ესეთ შუალედურ მდგომარეობაში. And this one, I can't believe it. და აი ამას ვერ უჯერებ ხოლმე. How super sensitive we have become as parents. ჩვენ მშობლები როგორ ზედმეტად გრძნობიარეები Or გავხდით. people want to really be parents to our children. მაგალითად არიან ადამიანები რომ თუ შენ გინდა რომ მართლა მშობელი იყოს შენი შვილისთვის. This is what they say. აი ზოგი მშობელი რას ამბობს? Do not discipline your children. ნუ მოტყეპავ შენ შვილებს. Reason with them. დაუჯექი და აზრობრივად ზეგავლენა მოახდინე მათზე. Well, I'm sorry. მე ვწუხარ. I believe. მაგრამ მე მაინც მოტყეპვის მჯერავს რა. Papa. ხო. ზოგი უნდა მოტყიპოს შვილი. Social values are overturned by the right to privacy and right to
intimacy. აღარ არსებობს ახლა სოციალური ფასეულებები დაფუძნებულია იმაზე, რომ ნუ შემეხებით მე ჩემი საკუთარი ადგილი მაქვს და ნუ შეეხებით ჩემს ხო, ნუ შეეხებით ჩემს პირადულობას. Not responsible for your addiction. შენ ადამიანებს ეუბნებიან, რომ შენს მიჯაჭვულობაზე It's a sex addiction. ზოგი ადამიანი There's people მიჯაჭვულია obsessed with sex addiction. ზოგი ადამიანი არის მიჯაჭვული სექსუალურად არის დაკავებული და ამბობენ რომ არა ეს And they are sick. და ზოგიერთი ამის გამო არის ავად უკვე They don't know how to shake it. და არიციან როგორ განთავისუფლდნენ They don't know how to break it. არიციან როგორ მოიცილონ I believe that this is when God come in the picture. და მე ვიცი რომ ღმერთმა აი ეს დაავალა მქადაგებლებს I believe God can break that. და მე მჯერავს რომ ღმერთს I შეუძლია believe გატეხოს God can break your addictions. და ღმერთს შეუძლია From drugs, alcohol, whatever that you bound. ლოთობაც გატეხოს ან ყველაფერის გატეხოს რაც გაკავებს And this is the way that when you began to look at Jephthah, you say, wow, და როდესაც იფთახს უყურებ ამბობ ვაო what is this? რა არის ეს And then we have confused with meology over theology. და შემდეგ ვანაცვლებთ ხოლმე ხომ არის თეოლოგია და ვცვლით ხოლმე თეოლოგია კი არა მეოლოგია It's not sin. ცოდვა კი არა It's not sin. ეს ცოდვა არ არის It is just a disease, ამით ხო უბრალოდ დაავადებულები არიან a sickness, ეს ხომ დაავადებაა a dependency. დამოკიდებულებაა Let me tell you something. მე მინდა რომ რაღაც გითხრათ And when I call my book, აი როდესაც წიგნს დავხურავ ხოლმე now I'm going to be personal. აი ეხლა მე პირადულად უნდა გელაპარაკოთ თქვენ I'm going to be vulnerable. მე მინდა რომ გულღიად გელაპარაკოთ What happened here? აი ნახეთ რა მოხდა Why did Jephthah went wrong? რა მოხდა იფთახის ცხოვრებაში რომ ყველაფერი უკუღმად წავიდა He got all the excuses ეცე მას ჰქონდა ყველანაირა უფლება რომ მეთქვა აი ამ რაღაცების to გამო say I'm like this რომ მეთქვა მე ასეთი ვარ because I was thrown out of my house, იმიტომ რომ სახლიდან გამაგდეს kicked out of my house, ოჯახიდან გამაძევეს humiliated in my house. დამამცირეს საკუთარ სახლში They didn't want me, არავის არ ჭირდებოდი so let me hang around with the wrong crowd. წავალ და ბანდიტებთან Let ვიქნები me make friends. და მეგობრების იქ გავიჩენ Let me be whatever they are. და ისეთი გავხდები როგორც ისინი There's არიან nothing wrong ამაში არაფერი ცუდი არ because არის I'm a poor. იმიტომ რომ ღარიბი ვარ I'm going to steal. და მოვიპარავ This is going to be my background. ეს იქნება ჩემი I'm გარემოება a victim from my own და circumstances. გარემოების მსხვერპლი ვარ მე This is my situation. ეს არის ჩემი მდგომარეობა I have no control about it. და ამას ვერ I გავაკონტროლებ can justify who I am. და აი ამან გამსვას I'm ვარ bad because I'm bad. და ცუდი ვარ იმიტომ რომ Because the circumstances of my family. გადაწყვეტილებები ოჯახის This გამო has been my problem. ეს არის ჩემი There's პრობლემა nothing I can და do. ვერაფერს ვერ I'm a გავაკეთებ drug addict. მე ვარ ნარკომანი And there's no cure for drug addiction. და ვერ I'm განიკურნება a ეს gun leader. მე ლოთი ვარ My life is in prison. ჩემი ცხოვრება Or I'm going to die in the ციხეში electric chair. და საბოლოოდ That's the way I was born. ცხოვრებას ასე That's the დავიბადე way I was raised. ასე გავიზარდე This is me. ასეთი ვარ This is who I am. აი ასეთი კაცი ვარ რა ვქნა And now, this kid That was is- smart than what people thought that he was. მაგრამ ეს ბიჭი იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ადამიანები The hands ფიქრობდნენ of God was in him. იცით რატომ ღმერთის ხელი იყო ამ კაცზე God gave him grace and favor. ღმერთმა მისცა ამ კაცს მადლი და He became a კეთილგანწყობა leader. ის გახდა ლიდერი
He became a fighter ის გახდა მებრძოლი to fight for the nation. და მთელი ერისთვის And the იბრძოდა people recognized that. და ადამიანები ამას The ხედავდნენ people began to see there's something different about this guy. და ადამიანები ხედავდნენ რომ ამ კაცის ცხოვრებაში რაღაცა სხვაგვარი Let's go and get him წავიდეთ და მოვიყვანოთ so he can help us to fight our enemy. რათა დაგვეხმაროს ჩვენ მტრებთან გასწორებაში And he did. და ასეც მოიქცა I was born in Puerto Rico. მე პორტორიკოში Just a დავიბადე little bit that I'm going to tell you. ცოტა ოდენს გეტყვით საღამოსახურებამდე I can justify everything მე ყველაფრის გამართლება შემეძლო by psychiatrists because I was due და with psychiatrists. ფსიქოლოგებთანაც ქონდა მე საქმე და ფსიქოლოგები მომართლებდნენ The criminal court of Brooklyn gave me a psychiatrist. იცით ბრუკლინში როდესაც ბანდიტებთან ერთად ცხოვრობდი იქ ფსიქოლოგი იყო For 6 months. 6 თვე He came to jail. მოდიოდა ჩემთან ციხეში They put me in this place away from the population. და ციხეში რო ვიყავი მე სხვებთან ერთად არ მაძლევდი მოფლებას ყოფის იმიტომ რომ Because I was a troublemaker. იმიტომ რომ ისეთი ადამიანი ვიყავი რომ ყოველთვის ბუნტს ვიწყებდი და ცალკე იყო იზოლაციაში And the influence that I have. და ყოველთვის ზეგავლენას ვახდები პატიმრებზე And because the name of the gangs and my name was strong. იმიტომ რომ ის ჯგუფი დაჯგუფება ორგანიზებული კრიმინალის რომელსაც მე ხელმძღვანელობდი ძალიან ავტორიტეტული იყო Dr. Goodman მაგრამ ის ექიმი ფსიქოლოგი რომელიც მოდიოდა came to my cell. მოდიოდა ჩემთან კამერაში I didn't know he was a psychiatrist. მე არ ვიცოდი რომ ის ფსიქოლოგი იყო He got all the records. მასზე ჩამონათვალი ქონდა Dr. Goodman looked at me დოქტორ გუდმენი მიყურებდა მე as I was smoking a მე cigarette. ვიჯექი და ვეწეოდი სიგარეტს But worse, I was smoking my mind. და სინამდვილეში სიგარეტს კი არა ტვინს ვეწეოდი ასე რომ ვთქვათ If I'm a human being, და ვამბობდი თუ მე ადამიანი ვარ why I behaving like an animal? ფიქრობდი რატომ ვიქცევი ცხოველივით If I'm an animal, თუ ცხოველი ვარ what I'm doing trapped inside of a human being body? ადამიანის სხეულში რატო ვარ გამომწყდებულიო That's the way I used to think. აი ასე ვფიქრობდი მე This man walking into my cell, მაგრამ ეს კაცი მოდიოდა ჩემთან introduce himself as Dr. Goodman. წარმოიდგინა როგორც დოქტორ გუდმენი I make a gesture to him. მე ასე I მივესალმე said, get out of და here. ჩემ მისამება ასეთი იყო I გადი don't აქედან want to talk to you. შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს მე He said, no, Nick. მამითხრა არაო Nicky Cruz, I'm here to work with you. ნიკი კრუზ მე აქ იმიტომ ვარ რომ შენთან უნდა ვიმუშაო Then he looked at me. შემომხედა He told me, და მითხრა you are a bad boy. შენ ძალიან ცუდი ახალგაზრდა კაცი ხარ And I told him, why do you think I'm here? Because I'm a nice, good boy. მე შევხედე და უთხარი აქ ციხეში იმიტომ არ ვზივარო კაი ბიჭი ვარო Get out of here. მე უთხარი დროზე წადი I don't want to talk to you. არა მაქვს შენთან სალაპარაკო He said, no. მითხრა არა No. არაო I have the power to get you out of here in 24 hours if I want to. ამ მექიმმა მითხრა ფსიქოლოგმა მე ძალაუფლება მაქვს რომ მოვინდომო 24 საათში გაგიყვან აქედანო So I changed personality. მაშინ უცებ შემეცვალა ხასიათი Oh, Mr. Goodman. და უცებ უთხარი ბატონო გუდმენ You know what? You know why I'm a bad guy? იცი რატო ვარ ასეთი ცუდი კაცი Because those guys from the gang, the mamas, they're bad. აი ისინი არიან აი ჯგუფში ორგანიზებული კრიმინალი აი ისინი არიან ცუდი თორე მე კარგი ვარო I'm a good boy. მე კარგი ახალგაზრდა You კაცი can ვარ tell that you a psychiatrist. You can tell that I'm a good boy. და შენ ხო ფსიქოლოგი ხარ ხო იცი რომ მაგარი კარგი ბიჭი ვარო You're a liar. შემოხედა და მითხრა აფერისტი ხარო But he got me there. He got me out.
მაგრამ სინამდვილე რო გითხრა მართლა Did that გამომეყანა. change me? ამან არ გამომეყანა, ვერ Here I went შეცვალა. back again. რო The გამოვედი, same day that I get out from jail, როდესაც გამომიშვეს I ციხიდან. went down. წავედი, I walk into a liquor store. შევედი ისევ პირველი რაც I committed a hold up. ალკოჰოლი ვიყიდე hot-dog-ი And here I was, yo, good time, have it და all. ისევ კაი დროს გატარებას მივეციო. I'm free, yeah, I'm in the street. ისევ ქუჩაში ვარ. I was trapped. მაგრამ მე ვიყავი დაჭერილი. He want to know about my background, გინდა დიცოდეთ ჩემი გარემოება. but I want to tell you my background. მე გეტყვით. Few minutes. რამოდენიმე წუთს წაგართქვით. I was born in the womb of a witch. მე დავიბადე ჯადოქარი ქალის მუცელში ვიჯექიო. God placed me in my mother, the witch. მე რო ჩავისახე, დედაჩემი იყო ჯადოქარი. And my father was a satanic priest. მამაჩემი იყო სატანური მღვდელი. I was born in a curse. წყევლით დავიბადე. And tonight today, this afternoon, I will go. საღამოს ჩვენ კიდევ უფრო მე მინდა რომ მოგიყვეთ რაღაცები საღამოს. I was abused. მე ცუდად მექცეოდნენ. When I was a little boy, ცემდნენ პატარა ბავშვობიდან. beat up severe by my mother. დედაჩემი ისე მცემდა რომ მალურჯევდა. Knocked down, unconscious. რამოდენიმეჯერ უგონოდ მიპოვეს დაგდებული. And wake up with my eye closed. რო გავიღვიძებდი ხოლმე აზრზე რომ მოვიდოდი თვალს ვერ ვახელდი, იმიტომ რომ დასიებული მქონდა I'm თვალი. black and blue and I could not see. ჩალურჯებული და დასიებული ისე რომ ვერ ვხედავდი ვერაფერს. My nose was broken. ცხვირი გატეხილი. My lips split. ტუჩი გახეთქილი. The kick that she gave me და როდესაც მოვიდოდი აზრზე ისევ მცემდა. in the right side of my ribs, და მარჯვენი ნეკნები მარჯვენა მხარეს. she blocked 2 of my ribs. ცემისგან 2 ნეკნი გამიტეხა. Take me to a little room შემიყვანე პატარა ოთახში and kick me there. და იქ მცემდა. No food, საჭმელს არ no მაძლევდა. water. წყალს არ მაძლევდა. Hearing my mother curse me left and და თან right. ამ ყველაფერთან და წყევლიდა და მწევლიდა. Then I came to New York. შემდეგ ნიუ-იორკში გადმოსახლდი. I followed a curse. წყევლას My მივყვებოდი. whole family was under the curse. თელი ჩემი ოჯახი წყევლაში დადიოდა. You know something? მე მინდა გითხრათ. The most sad thing for me, ყველაზე სამწუხარო რამ ჩემთვის. I never gonna see my grandfather and my grandmother in heaven. იცით, ბებიას და ბაბუას მე ზეცაში ვერასოდეს ვერ ვნახავ. They all die worshiping Satan. ისინი სატანის საყვანისცემაში მოკვდნენ. My whole family, we was under a curse. თელი ოჯახი წყევლის ქვეშ მოაქციეს. And when my mother told me that I wasn't her son, და როდესაც დედაჩემ ამითხრა რომ that she cursed the day that she brought me into this world. მითხრა რომ ჩემი შვილი აღარ ხარო, შენ და წყევლიო იმ დღეს როდესაც შენ დაიბადა. My mother literally put a dagger in my chest. აიღო დანა და ჩამარჭოა ესე მკერდში. She killed every dream of a child. ეს ნამდვილი დანა არ იყო. აი დანის ჩარტყმასავით იყო. And I hate my mother's guts. და ამის მერე შევიძულე I don't want to see her face. იმას მერე აღარ მინდოდა მისი სახის დანახვა. She was nothing but an animal. ის ჩემთვის იყო ცხოველი. And that's what I became in New York City. და ნიუ-იორკშიც მეც ცხოველად And I გადავიდი. terrorized the city. და მთელ ქალაქს ვატერორებდი. And I was gone. და I know I'm going to die very young. და ვიცოდი რომ But I ახალგაზრდა უნდა thank მომკვდარიყავი, მაგრამ ღმერთს That when I მადლობა. was running so wild in the street of New York, ნიუ-იორკში ასე მხეცივით and რომ my hand was დავდიოდი. so full of blood. და ხელები სისხლით God in მქონდა. His mercy. ღმერთმა თავისი God წყალობით. remembered Nikki Cruz. ღმერთმა გაიხსენაო He ნიკი knew კრუზი. that I was bound. მან იცოდა რომ შეკროლები He ყავი. knew that I was a hurting child. მან იცოდა რომ უკუგდებული შვილი ვიყავი. And then here it is.
და შემდეგ Praise the Lord. ქება უფალს. That God can pick up somebody ისეთ ღმერთს შეუძლია აიღოს and put ვიღაც His Spirit, His Holy Spirit, და აიღოს თავისი სული წმინდა in this man's life, და ჩადოს ასეთ send ადამიანის them to New გულში. York City. გაგზავნოს ნიუ-იორკში. I almost killed this guy. ისეთ ეს კაცი კინაღა მოუკალი I ვიცი mistreated მიქადაგა. him. I მეზიზღებოდა spit at his face. სახეში I შევაფუძე cursed the name of Jesus Christ. და იესოს სახელიც კი I told დავწევე him, if he mentioned Jesus, და იმ კაცს უთხარი ვინც he will მიქადაგა. be dead. თუ იესოს ახსენე There მოკლავ. are 300 people around. 300 კაცი I told my მოვიყვანე. gang, if anybody move, kill them. და მე უთხარი თუ გაენძრევა მოკალით. But that night, მაგრამ იმ საღამოს I was defeated by love. მე სიყვარულმა დამამარცხა. Because what came to visit me and touch me, და ის რაც მოვიდა და შეეხო ჩემს ცხოვრებას. he was the man ეს იყო კაცი. that came from Pennsylvania ეს იყო პენსილვანიიდან მოსული to give კაცი. me a message. და მან უწყება მითხრა. That message was და ეს უწყება იყო face to ასეთი. face. სახესთან დამიდგა ასე. I came over here to tell you that Jesus loves you naked. და ამ ქადაგებელმა მითხრა, ნიკი, შენ იესო ქრისტე, იმიტომ მოვიდი რომ გითხრა რომ შენ იესო ქრისტეს უყვარხარ. If you want to kill me, და მითხრა, თუ გინდა რომ მომკლავ ამ ქადაგებელმა მითხრა. go ahead. მითხრა, მომკალე. Kill me. მომკალე. Kill me. მომკალე. Nikki, ნიკი, you can kill me in front of these people. მითხრა, ამ ხალხის წინ შეგიძლია მომკლა. And cut me in 1,000 pieces. და მითხრა, 1000 ნაწილად შეგიძლია დამჭრა. And you can throw them right there on the street. და შეგიძლია ქუჩაში მიმოფადო. But remember one thing. მაგრამ ერთი რამე გახსოვდესო. Every little piece 1000-დან თითოეული will ნაჭერი. cry out to you. ხმამაღლა გეტყვისო შენ. Jesus love you, Nikki. იესოს უყვარხარ ნიკი. I said, you go to hell. მე უთხარი, ჯოჯოხეთამდე გზა გქონიაო უთხარი მე. And I was walking away. გავშორდი And he was screaming at me. და მიყვირის. Loud. სიყვარული You can never run from God. შენ გაიქეციო, მაგრამ He's ღმერთს going to ვერ hunt you, გაიქცევი. Nikki. ნიკი ყველგან მოგძებნისო. You can never kill love. სიყვარულს ვერ მოკლავ. Because God is love. იმიტომ რომ თვითონ ღმერთია სიყვარული. I was nobody. მე არავინ ვიყავი. I was Mr. Nobody. არარაობა I ვიყავი. was just a number in the city of New York. მე ვიყავი ნოლი ნიუ-იორკში. Nobody cared if I არავინ died. არ ზრიდარდებდა იმაზე რომ That იმდროს would be a მომკვდარიყავი. favor for the police department or for the city. და პოლიციას და ქალაქს But გაუქმდებოდა I ჩემი thank სიკვდილი. მაგრამ მადლობა ღმერთს. That God touched my heart. რომ ღმერთი შეეხო ჩემს გულს. And I went to hear the preacher. მე წავედი მოსასმენად ამ გადაგებლის. I didn't want to go by myself. და მარტო არ მინდოდა წასვლა. I took 75 guys for protection 75 მცველი წავიყვანე თან. to heal that skinny preacher. რომ მომესმინა იმ გამხდარი მქადაგებლისთვის. And that night, იმ საღამოს God, Jesus Christ, ღმერთი, უფალი იესო ქრისტე came down into my lonely world. შემოვიდა ჩემ მარტო სამყაროში, მარტო დარჩენილ სამყაროში. And that night, იმ საღამოს in front of my gang, ჩემი ბანდის წინ in front of 12 different gangs, კიდევ 12 სხვა ორგანიზირებული კრიმინალის ჯგუფი იყო იმ დარგში. enemies, მტრები. it's going to be somebody going to get killed that night. ჩვენ ფიქრობდით რომ მივალთ იქ და იქ ვიღაცა უნდა მოგვეკლა. Dracula going to show on that night. იქ ერთი იყო ბოდიში ამ ჟარგონსის კლიჩკა ქონა დრაკულა და იცოდით რომ დრაკულა უნდა მოსულიყო იმ საღამოს იმ დარბაზში. There's going to be blood. და ის კაცი იმ საღამოს უნდა There are მოგვეკლა. 2,000 people. 2000 კაცი იყო შეკრებილი. And for a gang leader, you got pride. You have pride for a gang leader. და მე ამაყი ვიყავი, როგორც ლიდერი ერთ-ერთი ჯგუფის. I went forward.
და იცით რა გავაკეთე? წინ გავედი მონანიების დროს. And 25 of my friends and their girlfriend came with me. 25 ჩემი მეგობარი ბიჭების და გოგოც I wasn't გამოვიდნენ. expecting this. მე ამას არ I was ველოდებოდი. hard like a rock. და მე ისეთი ადამიანი ვიყავი, რომ გული მქონდა ქვაზე უფრო მაგარი. Do you know the last time when I cried? იცით ბოლოს როდის ვიტირე? I was 9 years old 9 წლის რომ ვიყავი. when my mother told me that I wasn't her son. როცა დედა ჩემმა მითხრა, რომ ჩემი შვილი აღარ ხარო. And that day I want to commit suicide and I want to hang myself from იმ the დღეს street მინდოდა რომ თავი მომეკლა, ქუჩაში თავი for ჩამომეხშა. a mango tree. მანგოს ხე იყო. I thank God for my brother that he started crying and screaming because I got already the rope around my neck and I tied it with the other end and I was ready to მადლობა ღმერთს Go ჩემი down. ძმისთვის, იმიტომ რომ ის ტიროდა და მეძახდა, იმიტომ რომ უკვე მოხეული მქონდა ყელზე თოკი, გამოგმული იყო და გადახტომა მჭირდებოდა. the devil is dirty. ის ეშმაკი არის ძალიან ბინძური პიროვნება. In the most vulnerable moments of your life, ეშმაკი შეეცდება დაგარტყას, როდესაც ყველაზე სუსტი ხარ. it strikes დაგარტყას შენ სუსტ პერიოდში. to hurt you, to kill you, or და to destroy you. როგორც იესო თქვა, ის მოდის იმიტომ რომ მოგპაროს, მოკლას და გაგანადგუროს. But that night, მაგრამ იმ საღამოს I wasn't expecting this. ამას სულ არ მოველოდებოდი. I heard my friend crying so hard, ჩემი მეგობარი ისე ხმამაღლა ტიროდა. moaning and groaning with pain. კივილით ტიოდა და ღრიალებდა And I got upset. და გავბრაზდი. To me, that is a weakness მე ამას უყურებდი ამ კაცს და ჩვენთვის ეს ითვლებოდა როგორც სისუსტე. because my mind was twisted. გონებაში არეული ვიყავი. I was thinking of 9 years old ვფიქრობდი იმაზე, როდესაც 9 წლის when I ვიყავი. swear, როდესაც შევიგინე. when I was crying so hard. დავწყევლე, ხმამაღლა ვამბობდი. With my little fists, I began to dry my eyes. და მახსენდებოდა, რომ პატარა ხელებით, მუშტებით როგორ ვიფშვნეტი And I თვალებს. screamed, და ხმამაღლა I ვთქვი. never gonna believe in love and I'm never gonna cry again. და 9 წელს რო ვიყავი, მაშინ ვთქვი, მე აღარ მჯერავს რომ არსებობს სიყვარული, მე არასოდეს აღარ ვიტირებ. And that night, მაგრამ იმ საღამოს I fallen in the loving hands of Jesus. იმ საღამოს იესოს სიყვარული დახსავსე ხელებში აღმოჩნდი. I didn't see Jesus, და მივიღე იესო ქრისტე. but I can feel him all over. ვერ ვხედავდი, მაგრამ გრძნობდი, განვიცდიდი. It was so beautiful when he just came in from heaven with a kiss of forgiveness. ის თითქოს და ზეციდან ჩამოვიდა ჩემთვის და პატიების კოცნით მაკოცა. He kissed my pain, და აკოცა ჩემს ტკივილს. and that night I gave my life to Christ. იმ საღამოს ჩემი ცხოვრება იესო ქრისტეს გადავეცი. In front of my girlfriend, ჩემი in მეგობარი front of the გოგონას წინაშე, gangs, ბანდის წევრების წინაშე, in front of 2,000 people. 2000 კაცი იჯდა I დარბაზში. care less whatever those people think იმ about me. წამს აღარ მაინტერესებდა ვინ რა That night I სიტყვებდა. was free. მე ვიცოდი რომ იმ საღამოს თავისუფალი ვიყავი. And I never thought მე ვერც კი ვიფიქრებდი that he picked me up from the ghetto, რომ გეტოდან ასე ამომიყვანდა. from the worst of society, საზოგადოების ყველაზე უკანასხნელი წევრებისგან, of being nobody. არარაობისგან. I am somebody today. და დღეს იცით რაობა ვარ. I'm a child of the Lord. ეს რაობა იმიტომ ვარ, რომ მაღალი ღმერთის შვილად That is ვიცოდი. my heavenly Father. და ეს ჩემი ზეციერი მამის დამსახურებაა. No longer I'm a bastard. მე აღარა ვარ ნაბოშარი. I got a heavenly Father that walks with me every day, მე მასთან every დავდივარ hour. ყოველ დღე, And you know ყოველ my წუთს. secret as a man? და ვამბობასე. აი ასეთი ვარ დღეს მე. You know my secret? იცით ჩემი საიდუმლო?
that I love Jesus with all იესო my მიყვარს heart. მთელი ჩემი გულით.